გონიოს მოსახლეობასთან შეხვედრამდე 1 საათით ადრე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მოსახლეობას ის არ შეხვდებოდა. მათი პრობლემების გაცნობის მიზნით კი გონიოში მისი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ. მან ასევე შექმნილ სიტუაციას მართული უწოდა. ბრიფინგზე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გონიოს მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის საკითხზე 3 ინსტანცია წაგებული აქვს, თუმცა საკითხის ხელახალი შესწავლის მიზნით შეიქმნება შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც მთავრობის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო სექტორისა და გონიოელების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. საკითხის შესწავლის შემდეგ კი დადგინდება 271 ოჯახიდან რამდენს დაურეგისტრირდება მიწა საკუთრებაში. მიხვალ თუ არ მივალ, ჩვენი წარმომადგენლები არიანი, კიდევ ერთხელ ამ თემის წამოწევა და გზის გადაკეთება მოფიქრობ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკვე მართულია ეს პროცესი. არის კატეგორია 271 ოჯახიდან, რომელსაც არ ეკუთვნის და ვერ მიიღებს, არის კატეგორია, რომელიც დაიჩაგრა და მისაღებად უნდა მიიღოს მიწის ნაკვეთები.